Ვენესით რომ საქართველოს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას და ამ კუთხით რა თქმა უნდა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ფოთს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარული ვართ რომ ფოთის პორტს დაემატება ახალი ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი ხორციელდება ამერიკული მხარდაჭერით, ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით და მე მინდა ამერიკულ პარტნიორებს გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო PS Internationalis პრეზიდენტს ბატონ სოსოდოლიძეს, რომელიც წარმართავს ამ პროექტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი დიდი წარმატებით განხორციელდება, წლიდან წლამდე იზრდება ტვირთბრუნვა საქართველოს სპორტებში და რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი რესურსების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. პოლიტიკური კითხვებით როგორ შეაფასებთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება და თქვა რომ აღნიშნული რეზოლუცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე შეტევად მოიხსენია შალვა-პატროშვილმა. რა თქმა უნდა ეს ასეა, ზოგადად ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, განიცდით რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში და ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიგითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახოთ რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა. თავი რო დავანებობთ იმას რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებული თავის შინაარსით ეს დოკუმენტი. ხომ არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, არავითარი ფასი არ აქვს ქართული საზოგადოებისთვის, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის ძალიან კარგად რა დგას ამ ყველაფრის უკან ქართულმა საზოგადოებამ. შესაბამისად ამ დოკუმენტებს არ აქვს არავითარი ფასი. რო გამოუყოთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელსაც მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებათ. აქაც იგივე შეიძლება ითქვას, ზოგადად რაც შეეხება ოპოზიციის როლს, ჩვენ ვიცით რა არის მათი როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, ისინი ჩასული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს რა თქმა უნდა მათ ბუნებას, ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, იზიარებენ რა თქმა უნდა იმ სამარცხენო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ტრაიკული მოვლენაა, თუმცა საზოგადოება აფასებს ამ ყველაფერს. გეკითხებით ამავე თემაზე იუკნევიჩიანის ანგარიშზე კონკრეტულად, სადაც საქართველოს მთავრობა დე-ფაქტო ხელისუფლებად არის მოხსენებული იმ ტერმინებზეც შეაფასება. ეს უკვე ღემილის მომგვრელია, 2 წელი გავიდა დაახლოებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და როდესაც ასეთ დროს კონკრეტული ადამიანი საუბრობს ასეთ ტერმინებით, ეს არის რა თქმა უნდა ღემილის მომგვრელი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართული ხალხის ინტერესებს და რა თქმა უნდა ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი, ვერც რამდენიმე ევროპარლამენტარი ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ზოგადად ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართული ხალხის გადაწყვეტილების შეფასება, შეიძლება ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართული ხალხის ესათვის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ასეთ გადაწყვეტილებას. ოპოზიციის წარმომადგენლებიც გააკრიტიკეს დებატებში, სადაც საუბარი ამაზე, რომ მათ უარი თქვეს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე. იქ იყო ასეთი გამოსვლებიც. საბოლოო ჯამში თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როგორც წარიმართა პროცესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ აგენტურას, რომელსაც ეწოდებოდა ფორმალურად ოპოზიცია, სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ხო, მათ ოპოზიციას ვერ დავარქმევთ. ეს აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არ შესვლა და ეხლა უკვე ხედავთ, რომ გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს ხო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი. აგენტურა ქვეყნის შიგნით ის იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ ამ დავალების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით. ეხლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით წინანული. ბატონო ირაკლი, ეს რეზოლუცია ამბობს, რომ თქვენი პოლიტიკა შეუთავსებელია ევროსაბჭოს წევრობასთან. თქვენ ამ გზავნილში რა გაფრთხილებებს ხედავთ, რომ გასაგებთ? თუ კი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ამ რეზოლუციაში ასახული, ხო? აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობა, იგივე ადამიანებს რო გადახედოთ, რომლებიც აინიცირებდნენ ამ რეზოლუციას, იქ ნახავთ, რომ არაფერი კავშირი არ აქვს ამ ადამიანებს ტრადიციულ ევროპულ გაგებასთან. აქედან გამომდინარე, თუ კი რაიმეა არაევროპული, ეს არის სწორედ ევროსაბჭოს ეს კონკრეტული შემადგენლობა და მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები. ხედავთ რისკებს, რომ ამ ორგანიზაციის მიღმა შეიძლება დარჩეს საქართველო?
არ არის ასეთი შანტაჟი და მუქარები საინტერესო, ზოგადად დიდი ხანია ცდილობენ ქართული ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართული ხალხი ამ ყველაფრის არ შანტაჟდება. ქართულ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იან წლების დასაწყისიდან, შესაბამისად ასეთი შანტაჟი ქართული ხალხის წინააღმდეგ რა თქმა უნდა არ გაჩნდეს. ამ ორგანიზაციაში ყოფნა თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ამ ფასში დაბრუნებას. და კიდევ ერთხელ გამიმერებ, შანტაჟს არავითარი ფასი არ აქვს, შეიძლება ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართული ხალხი, მაგრამ არც ერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული ერთმარტივ მიზეზის გამო. ქართულმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება 90-იან წლების დასაწყისიდან, შესაბამისად ასეთ შანტაჟს ვერ ექნება ვერავითარი ანუ არაფრის შეცვლას არ აპირებთ ბატონო. ჩვენ გვექნება 2028 წლის 28 ოქტომბერს არჩევნები, იქ თუ მოინდომებს ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლას, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს შევატარებთ, მანამდე დემოკრატიული წესით მართავთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ შემდეგი 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ბატონო, მოლდოვის გაერთიანების პროცესი დაიწყო შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება დაამტკიცა, ასე ვთქვათ, რუმინეთის დეპუტატთა პალატამ და თქვა როგორ აფასებს მოლდოვის მიერ საკუთარი ნებით სუვერენიტეტის დათმობისგან გადაცმულ ეს მინიმუმ აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ სანდარია ხვალვე დათმონ საკუთარი სუვერენიტეტი, ეს არის მინიმუმ გაუგებარი და ზოგადად ეს აჩვენებს აგენტურის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ. თქვენ იცით, იგივე დამოკიდებულება აქვს ქართულ აგენტურას, საქართველოში ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას წოდებულ პარტიებს, რომლებიც სინამდვილეში არის აგენტურა. ამ აგენტურასაც იგივე დამოკიდებულება აქვს. ისინი ნებისმიერ დროს ადარიან ხელი მოაწერონ საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურად დათმობაზე, იმიტომ რომ ეს არის აგენტურის ხვედრი, ეს არის აგენტურის მენტალიტეტი, იგივე მენტალიტეტით მოქმედებს აგენტურა მოლდოვაშიც. ბატონო ირაკლი, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მათ შორის სასამართლომ უკვე არაერთი საქმე განიხილა და კანონდარღვევებს სანქციაც დააკისრა. რა შედეგებს მოიტანს საბოლოოდ ახალჩაფრული სამართლი? ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამართლოს საქმიანობა. თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გავხვდნენ თავს სიძულვილის აგრესიას და ამას სჭირდება რა თქმა უნდა დაპირისპირება და სამართლოს ფუნქცია, უმთავრესი ფუნქცია არის სწორედ ეს, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა. ეს არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი, თან არის აბსოლუტურად უარყოფითი მოვლენა და რაც შეგვიძლია აღკვეთოთ, რა თქმა უნდა იმას სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმდია, საერთაშორისო ვალუტა ფონდმა ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა. თქვენ რას უკავშირებთ აღნიშნულ მაჩვენებელს? ეკონომიკა იზრდება, მთავარი ყველაფრისთვის არის ეკონომიკის ზრდა და თქვენ იცით, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა გასული 5 წლის განმავლობაში. ჩვენი ეკონომიკა დოლარში იყო 16 მილიარდი 2020 წელს და ახლა არის 38 მილიარდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ბუნებრივია ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, მათ შორის დასაქმების კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, უმუშევრობის კუთხით უпроსტად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალშიც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებასა და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს. ბიუროკრატიის ხარისხით ახალი მონაცემები გამოქვეყნდა და საქართველოს არის 25 ადგილზე აღნიშნულ მაჩვენებელში საქართველოს სალიდარო პოზიციებს ართმობს ამ მაჩვენებელს რას თქვა? ესეც ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმისათვის, რომ ბიზნესი სწრაფად კეთდებოდეს და ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის მათ შორის ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის და ამ კუთხით საქართველოს არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს აისახება, რა თქმა უნდა, შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებშიც. ანუ წინა კითხვაზე თუ შეიძლება გადასტება მინდა, კვალიფიციური მუშაობაც იყო საუბარი უმუშევრობის თემაზე. თქვენ როგორც ფავრობის კომპანიები როგორ ხედავთ ამ პრობლემის გადაჭრას? ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ზოგადად როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის პრეზენტაციები, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. აქ მთავარი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, განათლების სისტემის გაუმჯობესება და თქვენ იცით, რომ სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლაც იყო, რატომაც ჩვენ გამოვედით განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით. მას შემდეგ რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება. ოპოზიციაში დაპირისპირებაზე მინდა რომ ვკითხოთ,
ადამიანში და ასევე კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობაში, როგორ შეაფასებთ ამ ბრალდებებს და როგორ ფიქრობთ თქვენ რა არის ამ დაპირისპირების როლი? სინამდვილეში ეს დაპირისპირება ძალიან პირობითია, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს არის ერთიანი ძალა, რასაც ქვია უცხოური აგენტურა, ხო მე მათ ვერ უწოდებდი ოპოზიციას, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და ამ დაპირისპირებებს აქვს ერთ-ერთი პერსონალური მიზეზი, მხოლოდ პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებიან ერთმანეთს აგენტურის წარმომადგენლები და ჩვენთვის არ არის საინტერესო, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღესასრიგი და ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენ ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული მომავალშიც. ელექტრონული საუჯეტო ტალღის ფასების დაწერის პოლიტიკას უკავშირდება ამოქმედა უკვე ეს ვებგვერდი და ესე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივაც გამომდინარე იქიდან რომ შესაბამისი პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც ბუნებრივია შეამცირებს განსაკუთრებულად შეჯიბრებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს და შესაბამისად რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას. მადლობას გადავხდი ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პლატფორმის შექმნაში. ბატონო ერგლე, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ანექსიის პროცესი მიმდინარეობს, შეფარდება დოკუმენტები, ცვლიან დე-ფაქტო ლიდერებს, რომ პროცესები განხორციელდეს. როგორ რეაგირებთ ამ შემთხვევაში? ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შეურიგდებით, ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას და ვერც ეგრეთ წოდებული აღიარების ვერანაირ მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან. აქედან გამომდინარე, მომავალში ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა. კი ბატონო, ბატონო ერგლე, თქვენ თქვით, რომ 2400 ადამიანის შემძლების ხარჯზე 60 მილიონი ლარის ეკონომია მოხდა ეკონომიკის სამინისტროს უწყებებში. სად იყო ეს ხალხი დასაქმებული და თუ საჭიროება არ იყო ამდენი წლის განმავლობაში როგორ იყვნენ ეს ადამიანები დასაქმებული? ძირითადად ისინი იყვნენ დასაქმებული სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის რკინიგზა, ენერგეტიკის საწარმოები და სხვა და იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად მთლიანობაში დაახლოებით 60 მილიონი ლარი ყოველწლიურ ჭრილში იზოგება სწორედ ოპტიმიზაციის შედეგად. არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს არასწორი პრაქტიკა შეიცვალა სწორი პრაქტიკით. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა შესაბამის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს. ჩვენ შევცვალეთ პირველ რიგში ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მილიონ ლარს. ქართული ოცნება შექმნილია რუსეთის გეგმით, ეს ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილის სიტყვები, გუშინ Facebook Live-ზე გააჩნდა თქვენი მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი, რომ კრემლის აგენტად მოიხსენიებს ქართულ ოცნებას და მათი გეგმის შემსრულებლად, რას ნიშნავს ეს და როგორ შეაფასებთ? თქვენ კარგად იცით, ვინც არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეცახელიც მინდა გავიხსენო სტრეკაზე არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე. ეს არის ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ აბსოლუტურად უინტერესოა ეს ადამიანი ჩვენთვის. ბატონო, 2028 წლის არჩევნებზე ოპოზიციის ჩარევა ახსენეთ და მონაწილეობა და ანუ აპირებთ სარჩელის გამოტანას მათი აკრძალვასთან დაკავშირებით? არა, ვინც მიიღებს მონაწილეობას, იმათზე მქონდა საუბარი, რაც შეეხება ჩვენ სარჩელს. სარჩელი არის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი სათანადო ვადებში იქნება განხილული საქართველოს სახელმწიფო სასამართლოში. და ბოლო კითხვა ბატონო ირაკლი, ტელეგრამის დამფუძნებელი დუროვი რაიმე ოფიციალური ვიზიტით არის, გაქვთ ამაზე ინფორმაცია თუ პერსონალური შეხვედრა მასა და ბაკო თურნავას შორის რა ინფორმაციას ყოფთ ამაზე? ბატონი დურავი არის ბიზნესმენი, მას ვერ ექნება ოფიციალური ვიზიტი როგორც ასეთი, რა თქმა უნდა ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას. მადლობა. თქვენ გაიგეთ